როგორ ვებრძოლოთ მელაზმას, პიგმენტაციის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას, შევეცდები მოკლედ და ადამიანურ ენაზე აგიხსნათ. კანზე გამოხატულია ყავისფერი ლაქებით, ახლა თვალსაჩინოებისთვის სურათსაც განახებთ, მათ შორის ჩემსას და ერთ-ერთ ლაქას, რომელიც დამრჩა დღემდე ვებრძვი. პრობლემა ვლინდება ორ სულებში, ასევე როდესაც არ ვიცავთ თავს მზის ულტრაისფერის სხივებისგან, მშრალი კანიც მიდრეკილია მელაზმისკენ და ერთ-ერთი მაგალითი ვარ მე. ჰორმონალური დისბალანსის დროს მედიკამენტოზური მკურნალობისას და ასევე რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შეიძლება კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებებიც კი იყოს მელაზმის გამომწვევი მიზეზი. თუ თქვენ მელაზმის გართულებული ფორმა გაქვთ და თან არ იცით როგორ მართოთ, ყოველთვის უმჯობესია რომ მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც დაადგენს მელაზმის ტიპს, რადგან რამდენიმე ტიპი და სირთულე ახასიათებს ამ პრობლემას და შესაბამისად დაგინიშნავთ დანიშნულებას. მელაზმას მკურნალობენ მედიკამენტოზური, თერაპიული და ტოპიკური, ანუ თავის მოვლის საშუალებებით. რა თქმა უნდა, პირველ ორს მე არ შევეხები და არანაირ რეკომენდაციას არ გავცემ. პირდაპირ გადავალ მესამე ნაწილზე და ვისაუბრებ თავის მოვლის საშუალებებზე, გაგიზიარებთ ჩემ პირად გამოცდილებას და დერმატოლოგების რჩევებს. მელაზმასთან და ზოგადად სახეზე არსებულ ლაქებთან დაკავშირებით ხშირად შემხვედრია სხვადასხვა ჯგუფებში შეკითხვები და ასევე ხშირად არის რეკომენდაციებში აი ეს ექსპიგმენტის კრემი, რომელიც შეიცავს ჰიდროქინონს და ამის რჩევა ესეთ ამამად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჰიდროქინონი არის ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ნივთიერება, რომლის ჰაერზე გამოყენება ჩემი პირადი აზრით კი არა და ზოგადად რო კითხოთ, ვინც ერკვევა ამ საქმეში, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და გთხოვთ რომ დერმატოლოგის გარეშე არ გამოიყენოთ, რადგან შეიძლება კარგი შედეგის ნაცვლად უარესი შედეგი მიიღოთ. მეც მაქვს, მაგრამ წარმოიდგინეთ, მეც კი არ გამომიყენებია, იმიტომ რომ მე შინია, არ მივსულ ვარ დერმატოლოგთან და ახლა სახეზე ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ექსპერიმენტები ჩავატარო. არავის გაგიკვირდებათ თუ დავასახელებ ბრეტინოლს, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ნივთიერებაა მელაზმასთან საბრძოლველად. მომდევნო, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არ არის C ვიტამინი, არამედ ეს არის ტრანექსამინის მჟავა, რომელიც მოწინავეა მელაზმასთან ბრძოლის დროს. დერმატოლოგები ასევე გვირჩევენ ალფა-არბუტინს, ჩემდას ვაჩუქეთ ახლა თან არ მაქვს რომ განახოთ. იდეალურია ისეთი შრატები, რომელსაც კომბინაციაში ერთად აქვს რამდენიმე ანტიოქსიდანტი, მე მაგალითად ამ 4-დან ძალიან მომეწონა S2 და განსაკუთრებით ვიცი რომ ბევრი კანის ტიპს მოერგება ნამბაზინის აი ეს კონკრეტული შრატი. პერიოდულად საჭიროა მსუბუქი პილინგი, ასევე აუცილებელია სახის კანის დატენიანება და ყველაზე მთავარი მზის დამცავის გამოყენება. გელოდებით კომენტარებში რომ ერთმანეთს გაუზიაროთ რჩევები, მადლობა რომ ბოლომდე მიყურეთ, მოусმინეთ საკუთარ კანს და არ დაგავიწყდეთ ჩემი გვერდის გამოწერა მეტი სანდო და საჭირო ინფორმაციისთვის.